მე გვანცავარ, მიყვარს წვიმა. დღეს კი წვიმა მთელი დღე უხმოდ მოდიოდა. ისეთი წვიმაა, სოხუმის ძველაინებს რომ უხდებოდა. მომესმა ბებიის ხმა. მე ფანჯარასთან ვიჯექი, ნიკაპს მინას ვავჯენდი და ვაკვირდებოდი, როგორ მისრიალავდა წვეთები ერთმანეთისკენ. ერთდებოდნენ და სწრაფი დინებით ეშვებოდნენ ქვემოთ. მომეჩვენა, რომ შეერთებული წვეთები რაღაცას იხსენებდნენ. იქნებ მართლა საუბრობდნენ და მართლა იხსენებდნენ რამეს ძველს, რომელიც მე არ მახსოვდა, მაგრამ გრძნობდი. სამზარეულოდან ჩაისა და ვაშლის ნამწვრის სუნი გამოდიოდა. ბებია ფინჯნებს ავაგებდა. ისევ თხილად მოძრაობდა, თითქოს სახლში ვიღაცას ეძინა და მისი გაღვიძების ეშინოდა. მე ხშირად ვაკვირდებოდი ბებიას სიარულს, ხელებს, თვალებს, განსაკუთრებით თვალებს. ისინი უცნაური ფერის იყო, არც ცისფერი, არც მწვანე. როცა სინათლე ხვდებოდა, წყალს გავდა მისი თვალები, რომელშიც მზე ირეკლება. გამახსენდა დედას სიტყვები. შენ ბებიასავით ზღვისფერი გაქვს თვალები და მეგონა, რომ ბებიის მსგავსი ზღვისფერი, რომელიც ჩემში გადმოსულიყო, რაღაცას მავალებდა ან ხსოვნას ინახავდა, რაც არასდროს მინახავს, მაგრამ რატოღაც მონატრებას გავდა და ეს მონატრება მოსვენებას მიკარგავდა. დავიბენი, ასეთი დაბნება კი ხშირად მქონდა. ბებია, ისე წამოს და ვერც გავაცნობიერე. ხო, გვანცა. მართლა ძალიან ლურჯია ზღვა სოხუმში, აი ისეთი, შენი თვალისფერი? ბებიამ არაფერი მიპასუხა. მოვიდა ფანჯარასთან, ფინჯანი ფრთხილად დადო რაფაზე. მერე ორივე ხელით სახე დამიჭირა, თვალებში ჩამხედა და მითხრა. ზღვა ყველგან ლურჯია, ბებო. უბრალოდ იქ სხვანაირად გიყურებდა. ისე როგორც ახლა შენ მე? ეგ ადრე. მაშინ მეუბნებოდნენ ზღვისფერი გამოხედვა გაქვს, ზვიადი, ამაყი, მაგრამ თბილი და მიმდობიო. ესე იგი ასეთია სოხუმის ზღვა? და ძალიან ახლოდან თვალებში ჩავხედე. მის თვალებში ჩემი თვალები დავინახე. ორი დიდი ლურჯი ჭრე შეერთებული, რაღაც ძველის და ახლის სინთეზი იყო, სახელს რომ ვერ დაარქმევ. ახლა რასაც ხედავ, აი ასეთი იყო ზღვა იქ. ხელები სახიდან მომაცილა, უკან გაეწია და განაგრძო. ალბათ, ახლაც ასეთია. პასუხი უფრო ვიგრძენი, ვიდრე გავიგე. გული შემტოკდა, ესეც ვერ გავიგე რატომ. იმ საღამოს ბებიამ ძველი ყუთი გადმოიღო, შიგნით გაყვითლებული ფოტოები, დაკეცილი წერილები და ცოტა ჟანგმოკიდებული გასაღები იდო. აღარ არსებობს კარი, რომელსაც ესაღებდა. კარი თუ არა, საკეტი მაინც. ერთ ფოტოში იდგა გოგო თეთრ კაბაში, უკან პალმები ჩანდა. მაშინვე ვიცანი ბებია იმ თვალებით, იგივე ზღვისფერი მზერა. ეს შენ ხარ? სიჩუმის დასარღვევად ვკითხე. ხო. აქ სად ხარ? რა ადგილია? სოხუმში, ჩვენი სახლის წინ. ფოტო ხელში ავიღე, დიდხანს ვუყურებდი, უცებ გავიფიქრე. ნუ თუ შესაძლებელია, ქალაქი, ზღვა, მზე წამოიღო შენი თვალებით? ისევ დგას ის სახლი? არ ვიცი. ეს არ ვიცი ისე მშვიდი ტონით თქვა, ვეღარაფერი ვკითხე. დუმილმა რომ შემაწუხა, სწორედ მაშინ გაისმა ბებიას ხმა. დილით ადრე ვერ ვიძებდით. ჯერ ზღვის ხმა შემოდიოდა ფანჯრიდან, მერე მატარებლის. აივნებზე თეთრ ზეწრებს ფენდნენ. ეზოში ქართულად, აფხაზურად, რუსულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს მოგონება გახდებოდა. ქარმა ფანჯარა შეარხია. გენატრება? ბებიამ ფინჯანს ორივე ხელი შემოხვია, მოუჭირა, თითები გაუწითლდა და თქვა. ადამიანები უფრო მენატრებიან, იქ ეზოში მოფუსფუსი ადამიანები, ვიდრე ქუჩები. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ ლაპარაკობდა ბებია ომზე, თითქმის არასოდეს. სხვები სულ დიდ სიტყვებს ამბობდნენ, თარიღებს, ხმამაღალ ტკივილს გამოთქვამდნენ. ბებია კი ხშირად ყველაზე უბრალო რაღაცეებს იხსენებდა. მანდარინის სუნს, წვიმას, ეზოში გაშლილ სარკეს, ზღვის მარილიან ჰაერს. იმ საღამოს ძალიან გვიან ჩამეძინა. ბებიას ჩუმი სიტყვები, მისი წარმოდგენები, ნაღველი თვალებში, სკოლაში ნასწავლი, გაგონილი ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. უცებ ეს ქაოსი დავაგდა და დავინახე თუ როგორ ჩამოვდივარ მატარებლიდან. თუმცა არასდროს მიმგზავრია მატარებლით. ჩამოვდივარ როგორც ერთ-ერთი მგზავრი, არავითარი ზეიმი, დროშები, შეძახილები. უბრალოდ ჩამოვედი. ქალაქი სხვანაირია, ისეთი აღარ არის, როგორც ბებიას ახსოვდა. ზოგი აივანი ჩამონგრეულია, ზოგი ახალად შეღებილი, ზღვა კი ისევ იქაა, ზუსტად ისეთი. სანაპიროს გავუყევი, თბილი ქარი თმებს მიწეწავდა.
ფილმის სიუჟეტი ვითაა ყოველთვის გამოგონილი მეგონა, გამეცინა, ხელი ავწიეთ მები რომ გადამეყარა, ხელში კი მანდარინი მქონდა, ისეთი ბებია რომ ახსენებდა. ნეტა როდის ავიღე ან ვინ მომცა? პატარა კაფესთან შევჩერდი. შევიდე, არ შევიდე, დავიწყე მანდარინიანი ხელებით თითების თვლა. გამეცინა, ხომ ვიცი რომ თითებზე გათვლა ყოველთვის კით მთავრდება? ესე იგი უნდა შევიდე. უცებ კაფის გვერდით გოგონა შევნიშნე, შავი, ონაო ხვეულით მაჰქონდა. ჩემი ასაკის იქნებოდა, წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ახლოს მივედი, გოგონამ თავი ასწია. შემომხედა, ღმერთო, თვალები, ისინი ზღვისფერი იყო. ისეთი ჩემი და ბებიას თვალები რომ შეერთდა და გასაოცრად ლამაზი იყო. იქნებ ცოტა სხვანაირი, მაგრამ საკმარისად მსგავსი. გული ამიჩქარდა. რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. ზღვის შრიალი უფრო მკაფიო გახდა. პირველად ხარ აქ? დაარღვია გოგონა მდვიმილი და თან გაიწია. თითქოს ადგილი არ ყოფილიყო საკმარისი ჩამოსაჯდომად. მე თავი დავუქმნია და დავჯექი. პირველად, თუმცა თითქოს არა. გავაგრძელე, გაიღიმა. მე გურანდუხტი ვარ. მე გვანცა. ვანცა დედოფალი, დემეტრე მეორის დედა. კარგი სახელია. ისევე როგორც შენი, ბაგრატ მესამის დედა. მე მანდარინი გავუწოდე. მან ფრთხილად გამომართა. შუაზე კატეხა და ნახევარი უკან დამიბრუნა. მე ხელი მომკიდა და ზღვის სანაპიროზე გავყევით. დიდხანს ვუსმინეთ ზღვას. მე მუსიკაზე დავიწყეთ საუბარი. სკოლაზე, წიგნებზე, ზაფხულზე. მე გავჩერდით და კვლავ ჩუმად მივდიოდით. იცი გვანცა, ყველაზე კარგი მელოდია ერთმანეთის მოსმენაა, სადაც ტალღების ხმაურ და ჩიტების ჭიკჭიკი ერთვის თან. და მაშინ მივხვდი, რომ დაბრუნება ალბათ ისე იწყება. დაბრუნება იმ ადგილზე, რომელიც შენ არ გახსოვს, მაგრამ მუდამ შენშია და გრძნობს შენია, ჩვენია. და დაბრუნება იწყება არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ წამით, როცა ვიღაც უცხოს თვალებში მონატრებას ამოიცნობ.